მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგან. სულღმესი მადლობა იმის, რომ გამოწერილეთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ მიცნობთ, გაგეცნობით მე ვარ კატო. მოგეხსენებათ თქვენივე თხოვნით, არის აქცია პირად გაშლებთან დაკავშირებით, ისე რომ ვეცადე, რომ საავტომო ფასდაკლება, რომელსაც ძალიან ხშირად მწერდნენ პირად მიმოწერაში, გავაკეთო და ჩამეშვა აქცია. ასევე შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი პატარ-პატარა ნივთები, რომლებიც შეგიძლიათ გასაღებზე გაიკეთოთ ან თუნდაც წელსაბამად ატაროთ. შევუკვეთოთ, დამღწოთ თქვენ პირადი ენერგიებისთვის, ფინანსებისთვის, პირადი ურთიერთობებისთვის, დამცავებად და ატაროთ. მოკლედ, დღევანდელი გასვლა მინდა გავაკეთო პარტნიორ ურთიერთობაზე. ძალიან ხშირია ხოლმე რომ იწერებიან, რომ არსებულ ურთიერთობასთან მიმართებაში ნახოთ რა როგორანაირათო, როგორ განვითარდება და რა პერსპექტივები აქვს ურთიერთობებს და კი ბატონო გავაკეთოთ დღეს არსებული ურთიერთობა. ნახოთ პარტნიორის ენერგიები, თქვენი ენერგიები, რა ხდება ამ წუთას ამ წამს თქვენს ურთიერთობაში. და ამის შემდეგ ნახოთ რაიმე გეგმები თუ აქვს ამ ადამიანს და რა სიმოქმედებს და რა პერსპექტივები აქვს თქვენს ურთიერთობას. მოდით ესე ნახოთ პარტნიორის ენერგიები. ესე გავაკეთებ თქვენი ენერგიები. ამ წუთას რა ხდება თქვენს ურთიერთობაში? როგორ მიმდინარეობს ან თქვენი ურთიერთობა? რა არის ხელისშემცვლელი ფაქტორები თქვენს ურთიერთობაში? და რეალურად რა გეგმები აქვს ამ ადამიანს თქვენს მიმართ? მოდით ჯერ ვნახოთ ეს სიტუაცია და მერე დავხატოთ დანარჩენ სხვას. პარტნიორის ენერგიები. პარტნიორის ენერგიები არის ესეთი მომენტი, ადამიანს რატომღაც აქვს შიშის მდგომარეობა, რომ შეიძლება ითქვას, რომ თქვენ მისთვის რაღაცა პირველი სიყვარული ხართ, რომელიც აქამდე არ განუცდია და ესეთი რაღაცა სხვანაირი განცდები და სხვანაირი ემოციებია, ხო? და აქ თითქოს რაღაც მომენტში, როგორი მომენტია იცით კიდე, რომ აქვს რაღაცა შიში, რომ არ გამოჩნდეს სიტუაცია ისეთი, როდესაც არჩევანი სხვა მხარეს არ იქნება, ხო? ანუ შეიძლება ესე ითქვას, არჩევანი თქვენ არ გექნებათ სხვა მხარეს, ხო? არ ვიცი, ხო, ყოველ შემთხვევაში საჯაროა გაშლა, შეიძლება ვიღაცისთვის რაღაცა წარსული ურთიერთობა არის ისეთი მდგომარეობა, რომელსაც ბოლომდე ვერ გაეცალა და შესაბამისად აქვს მომენტი. ყოველ შემთხვევაში აქ რაღაცნაირად ადამიანს აქვს იმის შიშები და იმის მდგომარეობა, რომ სხვა არჩევანი არ გააკეთოთ და არ მოხდეს ისე, რომ თქვენ მასში აღარ ჩადოთ ის რესურსი და ის ენერგიები, რომელიც სადაც თქვათ ეხლა ამ წუთას დებთ, ხო? ამ ადამიანს აქვს ესეთი რაღაცა სურვილებიც, ემოციებიც იმასთან მიმართებაში, თქვენგან მიიღოს ძალიან დიდი ემოციური დამოკიდებულებაც, ხო? რაღაც პატივისცემა, სულიერი მდგომარეობა, ხო? რაღაცა მისი ენერგიები, მისი სული, მისი ფიქრები ყოველთვის იყოს გამთბარი და გამღვალე თქვენი დამოკიდებულებით და თქვენი ურთიერთობით. ну, მოკლედ აი ესეთი ენერგიებშია პარტნიორი. რა ენერგიებში ხართ თქვენ? თქვენ რაღაც მომენტში შეიძლება ითქვას, რომ ნახეთ ვერ ვიტყვი, რომ თქვენ არ ხართ ამ ადამიანის მიმართ თბილად გამჭოლული და არ ხართ ისეთ რაღაცა ემოციურ მდგომარეობაში, მაგრამ თითქოს ეს რაღაცა მომენტში მართლაც რომ ახალი ურთიერთობა არის, თქვენ გადართული ხართ რაღაც მომენტში თქვენი თავის უფრო მეტ წარმატებისკენ და უფრო მეტი მატერიალური სამუშაო მდგომარეობისკენ. შესაძლებელია აქ რაღაც მომენტში გქონდეთ ისეთი მომენტიც, როდესაც ადამიანს ძალიან ბევრი პასუხისმგებლობები აქვს და ცდილობს, რომ თავის პასუხისმგებლობები და ემოციები საკმაოდ ისეთი
გადაანაწილოს და გქონდეს რაღაც მომენტში შეიძლება ითქვას, რომ თქვენ როგორი მომენტი გაქვთ ისეთ ენერგიებში კიდე რომ რაღაცაზე იბრძვით თითქოს ნახეთ თითქოს გრძნობთ იმას რომ ამ ადამიანის მიმართ თქვენს ისეთივე დამოკიდებულება გიჩნდებათ და ისეთი თქვათ მიჯაჭვულობის მომენტი გიჩნდებათ, ну მიჯაჭვულობაც ცოტა ისეთი ნათქვამია, მაგრამ ნახეთ როგორი მომენტი აქვს მიჯაჭვულობასთან. აი უბრალოდ მისი გათვალისწინება იმდენად ხდება თქვენს ცხოვრებაში, რომ ცოტა თქვენ თავთანაც გაქვთ რაღაცნაირი გაურკვევლობა, ხო? რაღაც ცდილობთ რომ რაღაცნაირად დააბალანსოთ ემოციები და დააბალანსოთ თქვენი შინაგანი მოთხოვნილებებიც. კონკრეტულად რა ხდება ახლა თქვენ შორის? თქვენ შორის ნახეთ როგორი სიტუაცია. მე ვერ ვიტყვი რომ აქ ძალიან ეს კარმული ადამიანები ხართ პირდაპირ შემიძლია ჯერ ეს პირველ რიგში ეს თქვა რომ საკმაოდ ისეთი ერთმანეთისთვის სასწორის ორი პინი ხართ, რომელიც აბალანსებთ ურთიერთობას. რაღაც მომენტში თქვენ თმობთ შეიძლება, რაღაც მომენტში ეს ადამიანი თმობს. მე ვერ ვიტყვი რომ თქვენს ურთიერთობაში რაღაცა ძალიან ისეთი ბევრი პრობლემებია, თუმცა ნახეთ როგორი მომენტია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბედნიერებას გრძნობთ ამ ადამიანთან და საკმაოდ ისეთი დამოკიდებულებაც ისეთი არის თქვენი ურთიერთობის, სადაც იპოვეთ ჰარმონია, რაღაც მომენტში მაინც ხართ თითქოს ხელფეხშეკრული და ნახეთ როგორი მომენტი არის. შეიძლება თქვენთვის რაღაცა მომენტში უცნაური რამ ხდება, ხო, ურთიერთობაში თითქოს დავაზუსტო მაინც მინდა, მაგრამ იცით როგორი ენერგია მომდის, აი თქვენთვისაც უცნაური რამ ხდება. ესეთი ურთიერთობა, როგორც ამ ადამიანთან შეიძლება არ გქონიათ, ხო, რაღაცა მომენტში. შეიძლება ხო, აი რაღაცა მომენტში გაურკვევლობაში ხართ იმ კუთხით, რომ რამე რანაირად ხდება ეს ბალანსი, რანაირად ხდება ის ურთიერთობის სწორად დალაგება, თქვათ, შეიძლება იყოს, ნახეთ, სუთ ხასიათზე და ვერ არც კი იცოდეს, ხო, რა გჭირთ თქვენმა პარტნიორმა, მაგრამ იმდენად ცდილობს ეს ადამიანი, რომ იმ მომენტში თქვენ საზღვრებს არ გადმოაბიჭოს და მოგცეთ საშუალება იმის, რომ თქვენივე რაღაცა ის გაბრაზება იქნება თუ რაღაცა მომენტები იქნება დაგამუშავებინათ, უფრო მშვიდი განწყობით, უფრო აი სხვანაირი მიდგომებით, ხო, რაღაცა გაანალიზებით, რომ თქვენ თვითონაც გიკვირთ, რომ აი ამ სიტუაციაში თქვათ ნებისმიერი ადამიანი მოიქცეოდა ისე, რომ აი გამითიშავდა ტელეფონს ან რაღაც მეტყოდა რომ კარგად იყავი ნახვამდის და შეიძლება 1-2-3 დღე გამქრალიყო, ხო? მაგრამ ეს ადამიანი ძალიან ცდილობს რომ კარგად დააბალანსოს თქვენი ურთიერთობა. აი ნამდვილად ესეთი მომენტი, აი თქვენც იგივენაირად იქცევით ამ ადამიანის მიმართ. აი აბსოლუტური ხო გონდა სასწორის ორი პინი ხართ, სადაც ერთი როგორც კი დაიწევს და რაღაცა ისე სიტუაცია არ იქნება, მეორე ეგრევე ცდილობს რომ სასწრაფოდ დააბალანსოს და ისევ რაღაცა ჰარმონია შეიტანოს ურთიერთობაში. Ну, არის აქ რაღაცა პრობლემები, ეს პრობლემები თითქოს გამოწვეულია იმ სიტუაციიდან, რომ აი ნახეთ, ბოლომდე ვერ ხართ დარწმუნებული. ასთან ვერ ხართ დარწმუნებული. ხო, აი ბოლომდე თითქოს ვერ ხართ დარწმუნებული და საკუთარ თავთან იცით როგორი მომენტი, აი თვითონ თქვენ თვითონაც არ ხართ დარწმუნებული საბოლოო ჯამში ამ ურთიერთობაში რა გინდათ. თქვენ თვითონაც ზუსტად არ იცით რამდენად სად მიდის საბოლოო ჯამში შეიძლება თქვენი რაღაცა მომენტში ნახეთ როგორი სიტუაცია, ვერ იგებთ შეიძლება რაღაც სერიოზული მდგომარეობა თუ უბრალოდ რაღაც ფლირტის მდგომარეობა, ხო? აქ რაღაც არის ისეთი მომენტები, სადაც პრობლემები რა მომენტით მდგომარეობს, იცით, რომ თითქოს აი ადამიანს მე ვერ ვიტყვი რომ ნდობის ფაქტორი არ არის, მაგრამ აი აქ როგორი მომენტია, იცით, რომ ქალბატონებს უფრო მეტი
ტკივილი აქვთ გამოვლილი შეიძლება ურთიერთობაში და აი შიში აქვთ იმისი რომ აი როგორც მას აქვს შიში რომ არ დაკარგოთ შეიძლება თქვენც იგივენაირი შიში გაქვთ რომ არ დაკარგოთ ხო რაღაცა ის ურთიერთობა რომელიც ახლა თან რაღაც მომენტში გინდათ რომ ცოტა დისტანცირებაც გქონდეთ რომ რაღაცა იმდენად არ იყოთ ამ ადამიანზე დამოკიდებული და ცდილობთ რომ რაღაც გახვიდეთ ან გაერიდოთ ან რაღაცა გაიწიოთ სიტუაციიდან ხო აი რაღაც ესეთი პატარ-პატარა პრობლემები ჩანს თქვენს ურთიერთობაში ეხლა ამ ეტაპზე თუმცა ეს არ არის ისეთი ურთიერთობა და ისეთი პრობლემები რომლითაც всё მე კარები დაგიკეტე და აბა კარგად იყავი დღეს აღარ მინდა შენი ნახვა და საერთოდ დავასრულეთ ურთიერთობა ან 1-2 კვირა გავიქეცი სადღაც ხო არა უბრალოდ თქვენ გაქვთ ურთიერთობა და ცდილობთ რომ ერთმანეთთან მიმართებაში ერთმანეთთან საუბრით ეს ყველაფერი მოაგვაროთ მაგრამ ნუ აი ეს მომენტები რომ რაღაც ორივეს შიშები რომ მე რა შეიძლება მოხდეს შეყავთ თქვენი ურთიერთობა რაღაც პატარ-პატარა ჩიხებში სადაც გიწევთ უკან დახევა მე ისე თავიდან მუშაობა ამ ყველაფერზე ხო აქ შეიძლება ითქვას რომ თქვენი ურთიერთობა უბრალოდ რაღაცა მომენტში თითქოს იცით რა არის კიდე რომ ადამიანები ვერ აანალიზებენ როგორ შეიძლება იყოს ესეთი ჰარმონია ურთიერთობაში და აი ეს მომენტიც ცოტა აბნევთ რა არის ეს მომენტი. კარგით ნახოთ რა გიშლით ხელს ურთიერთობაში. ნახეთ რა გიშლით ხელს ურთიერთობაში. აქ არის იცით როგორი მომენტი. ზუსტად იმ ჩიხებში შეყავხართ იმას რომ აი როგორც გითხარით არ იცით თქვენც არ იცით და ისინი მანაც არ იცის ზუსტად ეს ურთიერთობა რაღაცა მომავლის მდგომარეობა არის თუ უბრალოდ რაღაცა მსუბუქი ურთიერთობა სადაც რაღაც ემოციები ჩავდეთ და მერე თქვათ გავეცლებით სიტუაციას ხო რაღაცა მომენტში შეიძლება ითქვას რომ აქ ხო რაღაც მომენტში ბოლომდე ვერ იჯერებთ სამყაროსგან ამ ურთიერთობას რომ ესე მშვიდად და წყნარად შეიძლება მომხდარიყო ხო ბოლომდე რაღაცნაირად ვერ გაქვთ გაშვებული შეიძლება რაღაცა ის შეცდომები რომელიც თქვათ გქონდათ დაშვებული თითქოს ფიქრობთ რომ იგივენაირ შეცდომას ხო ნახეთ თუ თქვენ ამ ადამიანზე დამოკიდებული ხდებით და ნახეთ ხდებით კიდევ და გაქვთ ეს მომენტი ემოციურად აი დამოკიდებული ნახეთ როგორ კუთხეს ვიტყვი აი როდესაც ადამიანი თავის ცხოვრებას მიეჩვევა თავის გზა აქვს ყოველდღიურობაში თუ ყოველ რაღაცა კვირეულობაში თავისი გეგმებით მოქმედებდა სადმე წასვლა იყო რაღაცა მეგობრებთან გართობა იყო აი არა აქვს მნიშვნელობა ხო აი ნებისმიერ სიტუაციაში ადამიანს ქონდა უკვე ჩამოყალიბებული დღეს ვაკეთებ ამას ხვალ ვაკეთებ ანუ გეგმები არია ამ ადამიანმა იმიტომ რომ უკვე ხდება ამ ადამიანის გათვალისწინება ძალიან აქტიურად იმიტომ რომ ძალიან კარგად გრძნობთ თავს და გინდათ არ გინდათ თქვენ ამ ყველაფერს ითვალისწინებთ და ცდილობთ რომ მას არ აწყენინოთ, არ მოხდეს ისეთი რაღაც, რაც ურთიერთობას დაძაბავს და აი ნახეთ რა მომენტი არის, აი ამ თქვენი გეგმების შეცვლიდან გამომდინარე ფიქრობთ რომ ეს ურთიერთობა მსუბუქი ხო არ არის და აი ამ მსუბუქი ურთიერთობის გამო მე უარს ვაცხადებ იმ ყოველდღიურობაზე, რომელიც თუ ყოველკვირეულობაზე თუ რაღაც მქონდა გეგმები, თქვათ, სადაც მე
თქვათ გასართობა დავდიოდი თუ რას ვაკეთებდი, ხო არა აქვს მნიშვნელობა. აი ჩემი ცხოვრების სტილს ვცვლი ამ ადამიანს და ნახეთ როგორ მომენტია რაღაც მომენტში შეიძლება საკუთარ თავთან ბრძაზობთ კიდევაც იმაზე და ეს რაღაცა მომენტში გიშლით ხელს და აი ზუსტად ამაში ყავხართ გაურკვევლობაში რომ ამას აკეთებთ იმიტომ რომ უბრალოდ ადამიანს ასიამოვნოთ თუ უბრალოდ იმიტომ რომ თქვენ ეს გინდათ უკვე ითხოვს თქვენი მდგომარეობა იმას რომ უნდა გაითვალისწინოთ აი რაღაც ეს ქაოსური მომენტები გაქვთ ხო აი თუ ადამიანი ჩემთვის არ არის არც მეუღლე არც არაფერი ისეთი და რაღაცა უბრალოდ ახალი ურთიერთობა სადაც გამარჯობა გაგიმარჯოს თქვა წავედით ყავა დავლიეთ რაღაცა მომწონხარ მოგწონვარ განვიხილეთ 1000 თემა და კომფორტულად კი გძნობ რაღაც გასეირნება საჩუქარი და ასე შემდეგ მაგრამ იმდენად ესეთი გათვალისწინება რომ დღეს მე დაქალებთან ერთად თუ მაკაცებთან ერთად სადღაცა კლუბში უნდა წავსულიყავი და მოდი არ წავალ იმიტომ რომ იმ კლუბში რაღაც სხვა სიტუაცია შეიძლება მოხდეს და ამ ადამიანს ეწყინება ან ეს ადამიანი ვერ მოდის ან რაღაც ისეთი მომენტია და მოდი მე გავითვალისწინებ და დავრჩები მაგრამ ნახეთ როგორი მომენტი არის თქვენ თავთან მიმართებაში მე გეწყებათ საკუთარ თავთან აგრესია რომ იგივე შეცდომას ხო არ უშვებ რაც მანამდე დავუშვი ცხოვრების წეულად ურთიერთობებში იმ კუთხით რომ თუ თქვენ ითვალისწინებთ ადამიანს და იმ ადამიანმა ვერ გაიგო და ვერ მიხვდა თქვენს გათვალისწინებებს და საბოლოო ჯამში მოხდა თქვენი დაშლა ხო აი აქ ზუსტად ის მომენტია რომ ისევ იგივე შეცდომას ხო არ უშვებ ხო ისევ იგივე სიტუაციას ხო არ უშვებ რაღაცა უბრალოდ სუბუქ ურთიერთობის გამო მე უკან ვიხევ და უკან ხევ ჩემს რაღაცა პირად მესთვის სასურველ მდგომარეობებს ვითვალისწინებ ამ ადამიანს და ნუ რაღაცა სხვა გზაზე გავდივარ ხო აი რაღაც ეს მომენტი და ეს გიშლით ხელს სხვათა შორის იმიტომ რომ რაღაცა დაძაბულობები აი აქედან გამომდინარე შეიძლება ხდებოდეს რომ აი ცოტა ხანდახან უცხოვდებოდეთ ერთმანეთთან ანუ განსაკუთრებით თქვენ უფრო უცხოვდებოდეთ ამ ადამიანის მიმართ და რაღაცა უკან იხევთ ხო ნაბიჯებით რა აქვს გეგმებში ხომ ამ ადამიანს სხვათა შორის ამ ადამიანს ძალიან თავაზე სტაფერთ არკანს ესეთ არის ამ ადამიანს აქვს იმის სურვილი რომ ნამდვილად დაასრულოს ის მდგომარეობა, რაც თქვენ და ამ ადამიანს ხელს უშლის, ხო? თუ თქვენ ფიქრები და ემოციები ძალიან ესეთი მომენტებში ქაოსურად არის, ეს ადამიანი ეცდება ყველანაირად რომ მოახერხოს და თქვენ გონება გაასუფთავოს ყველა იმ არასასურველი სიტუაციებიდან, რომელიც ხელს უშლის ზუსტად თქვენს ურთიერთობას, ხო, რაღაცნაირად გააქარწყლოს ყველა ის კითხვის ნიშნები, რომელიც თქვენ გიჩნდებათ, ხო, რაღაცა გამოყვეთ თქვენს გადაწყვეტილებაზე, წარმოვიდეს თქვენ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ძალიან ბევრ რაღაცა მომენტთან გქონდეს ამ ადამიანს ესეთი განცდები, რომ ცოტა რისკსაც შეიძლება მიდიოდეს, ხო, რაღაც იმიტომ, რომ ფლად ბოლომდე არც ეს ადამიანია დარწმუნებული რაღაცა მომენტში ეტყობა როგორც ჩანს აქვს ხო იმის მიზეზი რომ კონდეს იმის განცდა რომ რაღაცას ხო არ მოხდება და რაღაც პატარა შიშის მომენტი რომ ხო არ დაყარგავს ამ ურთიერთობას და ეს რაღაცა ილუზია ხო არ არის მისი მაინც ეცდება რომ სწორი მიმართულებით წამოვიდეს ყველანაირად მოახერხოს ის რომ თქვენ რა ემოციებიც გაქვთ, თქვენ რა სურვილებიც გაქვთ, თქვენ რა გეგმებიც გაქვთ აი ამ თქვენს სიტუაციებზე წამოვიდეს, ხო, რაღაცნაირად მოახერხოს და დაამთავროს თქვენთან თქვენგან რაღაცა ის კითხვის ნიშნების მდგომარეობა, რომელიც აი საკუთარ თავს რომელსაც უსვათ, ხო? რატომ ძალიან ხო არ შევიჭერი, ძალიან ხო არ მოვუშვი ჩემთან, ხო? აი რაღაცნაირად აი ეს სიტუაციები თქვენთვის დაასრულოს, რომ თქვენ გქონდეთ ზუსტად ის განცდა, რომ თქვენი ემოციები, თქვენი მიზნები, თქვენი მდგომარეობა ზუსტად უკავშირდება ამ ადამიანს. სხვათა შორის წყვილში ამოვიდა კვერთხების დედოფალი და კვერთხების მეფე, ხო? ეს ადამიანი და თქვენს ნამდვილად რაღაცნაირად ახერხებთ იმას, რომ იყოთ
თითქოს აი ხანდახან შეიძლება გქონდეთ ესეთი განცდაც, რომ ამ ადამიანთან, როდესაც გაქვთ კომუნიკაცია, საკუთარ თავს უყურებთ სარკეში, ოღონდ მამაკაცის ფორმაში, ან პირიქით, ხო, მამაკაცი თუ უყურებს, საკუთარ თავს უყურებს ქალის ფორმაში, ხო, აქ არის ეს განცდები და ეს მომენტები, იმიტომ ორივე საკმაოდ ესეთი ძლიერი პიროვნებაა, ორივე საკმაოდ ესეთი თავდაჯერებული არის, ორივეს თავისი ცხოვრება გავლილი, თავისი შიშებით, თავისი ემოციებით, თავისი მიღწევებით და ნუ ეს ცდება ეს ადამიანი, რომ აი ეს სიტუაცია და ეს მდგომარეობა ნამდვილად შეინარჩუნოს და ანუ ყველა მხრივ მოახერხოს გაანალიზება თქვენთვის და გამოყვათ თქვათ ყველა საუბარზე, ყველა სიტუაციაზე, ხო, რაღაცა შეძლოთ ერთმანეთთან საკითხების გარკვევა. კარგით, რა პერსპექტივა აქვს სამყარო, როგორ ხედავს თქვენს ურთიერთობას, პერსპექტივა თქვენი ურთიერთობის? იცით რა არის, აი ნახეთ როგორი მომენტი არის. თქვენ ნამდვილად კარმული ადამიანები ხართ, აი ძალიან შეიძლება ესე ვთქვა, რომ თქვენ აი ეს ადამიანები ხართ, რომლებიც სადღაც ოდესღაც შეიძლება ითქვას იყავით შეხვედრილები წინა ცხოვრებაში და დასრულება ვერ მოახერხეთ რაღაცა ურთიერთობების, რაღაცა სიტუაციების და ეხლა შეხვდით კიდევ ერთმანეთს. რა პერსპექტივა და განვითარება ექნება თქვენს ურთიერთობას? ექნება თქვენს ურთიერთობას საკმაოდ კარგი პერსპექტივას და განვითარების მდგომარეობას. ეს ადამიანიც რაღაცნაირად ეცდება, რომ ყველაფერს მიუდგეს საკმაოდ ისეთი გონივრულად, საკმაოდ ისეთი გაანალიზებით ყველა სიტუაციას და იცით რა არის, აი რაღაცა შეიძლება რაღაც მომენტში გქონდეთ პაუზა ურთიერთობაში, პირდაპირ ვიტყვი ესე, რომ აი თქვენი მხრიდან იყოს აქ უფრო პაუზა, იმიტომ რომ აი თქვენ იმდენად ძალიან ესეთი დამოუკიდებელი ადამიანი ხართ და იმდენად სხვა ცხოვრებით და სხვა რაკურსით იყავით, რომ თითქოს ნახეთ, გადაჩვეულიც ხართ ქალბატონები განსაკუთრებით გადაჩვეულები არიან მამაკაცის მხრიდან ზრუნვის მდგომარეობას. აი თითქოს ქალები, რომლებსაც ავიცი, მამაკაცის როლიც მორგებული აქვს და ქალის ის არის, კაცის ის არის, ყველაფერს ისაკეთებს. ხო, იმდენად ისეთი სხვანაირი მდგომარეობა გააქვთ და ძალიან რთულია ხა ესეთი ქალის უცებ გადაწყობა იმაზე, რომ აი ვიღაცა ზრუნავს, ვიღაცა რაღაცას აკეთებს, ვიღაცა თქვათ მის გასაკეთებელ საქმეს ეჭიდება და ეხმარება, ხო, და შეიძლება გქონდეთ იმის სურვილი, რომ ცოტა ხანი გაერიდეთ ურთიერთობას და ცოტა ხანი გაეცალოთ ამ სიტუაციას და გექნებათ ეს მდგომარეობაც სხვათა შორის და ერთადერთი რაც არის, ეს ადამიანი აუცილებლად იმოქმედებს, რომ თქვენსკენ გადმოდგას ნაბიჯი. ნახეთ, აქვს თქვენ ურთიერთობას პერსპექტივა, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ გადიხართ პაუზაზე და თქვენ ცოტა გიჭირთ გადაწყვეტილების მიღება აქ ქალბატონებს უფრო მაინც ეცდება ეს ადამიანი, რომ გააკეთოს რაღაცა ისეთი ნაბიჯები, რომელიც შანსს მისცემს მოატრიალოს ყველაფერს და აი თქვენ გაორებულ მდგომარეობას სწორ მიმართულებას მისცემს. ეს ადამიანი ყველანაირად შეეცდება, რომ იაქტიუროს და იმოქმედოს და სათავისოდ და სათქვენოდ სწორად მოატრიალოს მდგომარეობა, ხო, აი ყველანაირი თან იცით რა არის, აი ნახეთ, იმდენად ერთნაირები ხართ, კიდევ ერთხელ გიმეორებ და იმდენად ერთნაირი ადამიანები ხართ აზროვნებით, სულიერი მდგომარეობით, ემოციური მდგომარეობით, თითქოს ცხოვრების გამოცდილებებიც კი ერთნაირი გაქვთ და ზუსტად იცის როგორ უნდა მოატრიალოს ან თვითონ რითაც მიიტრიალებს ნებისმიერი ადამიანი, ზუსტად იგივე ქმედება უნდა გააკეთოს თქვენთან მიმართებაშიც, აი მაგაში დარწმუნებულია და თვლის, რომ მოხერხდება ის, რომ მიიღოთ საბოლოო, ანუ
გადაწყვეტილება და დააბალანსოს ეს სიტუაცია, როგორც ახლა აბალანსებს საბოლოო ჯამში და თქვენ ურთიერთობას ნამდვილად აქვს პერსპექტივა, საკმაოდ კარგი პერსპექტივა აქვს, სამყარო გაძლევთ შანსებს, გაძლევთ ურთიერთობის დალაგების შანსებს, მაგრამ ალბათ იცით რა არის ეს მომენტიც, აი ეს პაუზის მომენტიც, ეს თქვენი კარმული გაკვეთილის მდგომარეობა არის, რამდენად გაუძლებს ეს ურთიერთობა ამ ყველაფერს თითქოს, აი ესეთი ინფორმაციაც მოდის. ხო, რამდენად შეძლებთ და ნახეთ ის მდგომარეობა, რომელსაც პაუზა ერქმევა, რამდენად იქნება თქვენთვის გამაჩერებელი და რამდენად იქნება თქვენთვის რაღაცა ურთიერთობის გამაფუჭება. თითქოს ეს ხელოვნურად შექმნილი მდგომარეობა, რომელიც უნდა დაძლიოთ, რომელიც უნდა შეცვალოთ, რომელიც უნდა ამოიცნოთ, გააცნობიეროთ და მოახდინოთ რაღაცა ტრანსფორმაცია ხო თქვენი ურთიერთობის იმ ხარეს და იმ მდგომარეობაში, რომელიც მნიშვნელოვანია. ხო, თუ ახლა თქვათ ჩათვლით, რომ ანუ არ გინდათ და უნდა გახვიდეთ, ნუ აი ადამიანი ეცდება, მაგრამ მაინც გავხვალთ ურთიერთობიდან, ხო, ახლა როცა ადამიანს რაც არ უნდა ეცადოს, თუ არ გინდა, არ გინდა. მაგრამ აქ არის ისეთი მომენტი, რომ როდესაც აი ნახეთ თითქოს ერთმანეთთან დამოკიდებულებას ძალიან კარგი ბალანსი გაქვთ, მაგრამ კიდევ უფრო მეტ სიახლოვეს, უფრო მეტ გათვალისწინებას, უფრო მეტ ურთიერთ დამოკიდებულებას ითხოვს თქვენი ურთიერთობა, ეს რაღაცა თქვენი კარმა, თქვენი მდგომარეობა, ხო, რაღაცა ერთმანეთს ასწავლოთ ის, რაც გაკლიათ. ნახეთ, თუ ესე ვიტყოდი, რომ შეიძლება ითქვას, რომ თქვენ იმდენად ძლიერი ხართ, თქო წეღამ თქვი, რომ კაციც ხარ, თქვენ ხართ ქალიც, თქვენ ხართ, ხო, ამ ადამიანმა უნდა გასწავლოთ, როგორ უნდა იყოთ ქალი, როგორ უნდა იყოთ უბრალოდ ადამიანი, რომელიც დატკბება მასზე ზრუნვით პარტნიორისგან, ხო, მასზე რაღაცა პასუხისმგებლობების გადანაწილებით. ხოლო თქვენ უნდა ასწავლოთ ამ ადამიანს ის მომენტი, რომ ამ ადამიანმა შეძლოს ქმედებები უფრო მეტად, ანუ ის მომენტი კი არ ქონდეს, რომ შიში რაღაცა ნაბიჯის გადადგეს და რაღაცა როგორ მოახერხოს ეს. არა, პირიქით, აი რაღაცა გააქტიუროთ, მეტი ძალა მისცეთ, მეტი მოქმედების სურვილი მისცეთ, მეტი შანსი მისცეთ, მეტი ცხოვრების გზის მოტრიალება, თავისივე სიტუაციების დაალაგების მდგომარეობა მისცეთ. ხო, აი ერთმანეთისთვის სასწავლებლად ხართ მოსულები, ერთმანეთისთვის რაღაცა იმ სისუსტეების შესავსებად ხართ, რომელიც გაკლიათ, ხო, აი რაღაცა რომელიც შესავსები გაქვთ. აი ესეთი სიტუაცია. მოდით ნახოთ აბა თქვენი რა რჩევას მოგცემთ სამყარო. რჩევა სამყაროსგან თქვენთვის. ესეთ რა არის, ნუ შეიყვანთ სიტუაციას ჩიხში, ნუ შეიყვანთ მდგომარეობას ჩიხში, ნუ შეგეშინდება, ცოტა სხვანაირად უყურეთ ყველაფერს, ხო? ნახეთ როგორი მომენტი არის. ხე პირდაპირ არიზდება, ხო, ფესვი სჭირდება, რომელიც მოეჭიდება ნიადაგში და ნელ-ნელა გაიზრდება, ხო, შესაბამისად. ცოტა სხვანაირად შეხედეთ ამ ყველაფერს. ჯერ შიგნით უნდა განვითარდეს, შიგნით უნდა გაიდგას ფეხი ყველა ფესვებმა, ხო, შიგნით უნდა ჩამოყალიბდეს ყველაფერი. ნუ შეგეშინდებათ, ნუ გექნებათ რაღაცა იმისი განცდა, რომ ხوار მიეჯაჭვეთ ხომ არ გბლოკავთ ეს ადამიანი, ხომ არ აკეთებს ისეთ სიტუაციას, რომ აი თქვენ კარგავთ რაღაცა ფუნქციას, ან ისეთი ძლიერი ვეღარ ხართ, ან არა, თქვენ ადგილზე იქნებით, პირიქით, თქვენ უბრალოდ თქვენივე სიძლიერით ამ ადამიანს კიდევ უფრო მეტად აძლიერებთ, ხო, იმპერატრიცა იმპერატორს აძლიერებს, უბრალოდ აძლევს იმ ენერგიებს და ძალიან ხშირად გამიგია ხოლმე, რომ და ვთვლი რა ნამდვილად ესე არის, რომ სწორი ქალბატონი და ჩამოყალიბებული ქალბატონი ნებისმიერ მამაკაცს აქცევს რაღაცა მართლა საოცარ წარმატებულ ადამიანად, ხო? ვისთვის მეუღლე, ვისთვის პარტნიორი, ვისთვის რა ვიცი, ხო, აი თუ სწორი ქალბატონი შეხვდა მამაკაცს, ის მამაკაცი აუცილებლად იქნება წარმატებული ყველა კუთხით, ყველა სფეროში, აბსოლუტურად ყველა სფეროში.
იმიტომ რომ ადამიანს იმხელა სიმშვიდე ექნება, რომ სახში საბრძოლველი არაბისთან და არაფერთან არ აქვს და შესაბამისად უკვე გარეთ ბევრად უფრო რეალიზებას ახდენს თავისი ცხოვრების, ხო, თან თუ როდესაც იცის, რომ უკან საყრდენი ზურგს უმაგრებს ადამიანი, რომელიც რაღაცა ისა საკმაოდ ძლიერია და შეუძლია რაღაც მომენტში თუ ადამიანმა ვერ გააკეთა რაღაც დაუდგეს გვერდში, ხო? აქ გირჩევთ სამყარო, რომ თქვენ აძლიერებთ ამ ადამიანს ძალიან მალე იქნება ის მომენტი, რომ თქვენ შეიძლება რომ შექმნათ ოჯახიც და ერთადერთი მომენტი არის ის, რომ აი არ ვიცი რატომ მოვიდა ხა ეს ინფორმაცია, მაგრამ აი იცით როგორი ინფორმაცია მოვიდა, რომ თითქოს სამყარო გაძლევთ იმის სიტუაციას, ისეთ მდგომარეობას, სადაც საჭირო არის ცოტა მოთმინება, ცოტა რაღაცა გადალახვის მომენტი იმ სირთულეების, რომელიც ეხლა გგონიათ, რომ სირთულეებია და ნუ კი ბატონო არის ხო რაღაც მომენტში სირთულეები, თქვენს და მანაც გადალახოთ, კიდევ უფრო მეტი თავდაჯერებულობა გქონდეთ, კიდევ უფრო მეტი სწორი მიმართულება გქონდეთ, აქ შეიძლება რაღაც მომენტში საერთო ბიზნესიც გქონდეთ, საერთო რაღაც მდგომარეობები გქონდეთ და აქედან გამომდინარე თითქოს როგორი მომენტია იცით, რომ სამყარო გირჩევთ, რომ უბრალოდ შეხედეთ სხვა კუთხით ყველაფერს, უბრალოდ ნუ შეგეშინდებათ განახლების, სიახლეების მიღების, ისწავლეთ, იშრომეთ იმასთან მიმართებაში, რომ აი მიიღოთ ის ემოციები, რომელსაც გაძლევთ ადამიანი და არ ჭირდება ამ ყველაფერს რაღაც იმაზე ფიქრო, ეს იმიტომ ხო არ გააკეთა, რომ ეს უნდა ამას ფიქრობს, ან ის იმიტომ ხო არ გააკეთა, რომ ამას ფიქრობს. არა, უბრალოდ მიენდეთ სამყაროს, მიენდეთ ემოციებს, მიენდეთ თქვენ საკუთარ შინაგან მდგომარეობას, რომელსაც ქვია ქალი და მიეცით საშუალება ადამიანს იზრუნოს თქვენზე, გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ გაგრძნობინოთ თავი ბედნიერად, ჰარმონიულად, წარმატებულად და რაღაცა ახალი ეტაპისკენ, ახალი ჰორიზონტებისკენ გადაიყვანოს თქვენი ურთიერთობაც და ნუ თუ ურთიერთობაზე თქვათ კიდევ ერთხელ ვიძახი, ხა ყველა არის ისეთი ადამიანები არიან, ზოგს არ უნდა საერთოდ რაღაცა ოფიციალური ურთიერთობა და ესეც კმაყოფილი არის. ყოველ შემთხვევაში რაღაცა დაგანახოთ ის ჰორიზონტები, რაც შეიძლება რომ თქვენ გამოიყენოთ სათქვენოდ, ხო? რაღაცა მატერიალურად აქციოთ, რაღაც ემოციურად აქციოთ, რაღაც ნუ ყოველ შემთხვევაში კმაყოფილი იყოთ იმ ყოველივე დღით, რომელსაც გაატაროთ ამ ადამიანთან ერთად. აი ესეთი გამოვიდა დღევანდელი გაშლა, მე ბედნიერ ურთიერთობებს გისურვებთ, ნამდვილად ვერ ვიტყვი ცუდი გაშლა, მშვენიერი გაშლა, ბედნიერი და სიყვარულით ახსოვს ურთიერთობები კიდევ ერთხელ თქვენ. მადლობა კიდევ ერთხელ იმისთვის, რომ გამოწერილი და ჩემი არხი და შვიდობიან ღამეს გისურვებთ. დროებით.